გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო. ვინც ალაიქეთ, აკომენტარებთ, მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ზოგადი გაშლა ოქტომბერზე თუ რას მოიტანს ოქტომბერი და როდესაც კარს ჩეხავდი, უკვე გადმოვარდა გამარჯვების სიძლიერის არკანი. ყველა პრობლემების გადაჭრის არკანი და ღმერთმა ხნას, რომ ასე იყოს ყველას ცხოვრებაში, ყველა პრობლემა გადაგიჭრათ მეგობრებო. ყველა არსებული პრობლემა, რაც კი გაქვთ. ნახოთ კიდე როგორი იქნება ოქტომბერი. პრობლემების გადაჭრა მეგობრებო. და ეს პრობლემების გადაჭრა უფრო დაუკავშირდა სასიყვარულო სფეროს. ჩემთან გაშლა ოქტომბერზე ამოვიდა სასიყვარულო სფერო დაფიქსირდა უკვე. გადიჭრება პრობლემები, მოგვარდება პრობლემები სასიყვარულო სფეროში, თუ ვინმე სასიყვარულო სფეროში ჰქონდა პრობლემები, იქნება ურთიერთობა ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ გინდა, სიყვარული მეგობრულ ურთიერთობაზე დამყარებული. აქ არის ორი ადამიანი, რომელთანაც არა მარტო სიყვარული იკითხება, არამედ იკითხება მეგობრობა. ორი ადამიანი მეგობრულად ძალიან ავსებს ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ამ მეგობრულ ურთიერთობაზე დაყრდნობილი სიყვარული იქნება ძლიერი. აქ არის ასევე სამართლიანობის კარტი. რაც იმას მიგვითითებს, რომ შესაძლებელია იყოს ქორწინება. ხოლო თუ ვინმესთან ქორწინების სფეროში იყო პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ აქ კიდევ პირიქით მოგვარებადია ყველაფერი, მოგვარდება ყველა არსებული პრობლემა, თქვენ დააფასებთ უფრო მეტად ერთმანეთს და გაანახლებთ სიტუაციას. გადიყრება ყველა არსებული ღრუბელი და იქნებით ამ სფეროში გამარჯვებული. ეს მეორე. ხოლო მესამე, თუ ვინმეს გული ატკინა სასიყვარულო სფეროში, თვლიდა რომ უსამართლოდ მოექცენ, უსამართლოდ ატკინეს გული, განადგურდა მის ცხოვრებაში ყველაფერი, რაც სასიყვარულო სფეროს ეხებოდა, მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენთანაც გამოდის მზე, თქვენ უკვე გადადგმული გაქვთ ნაბიჯი გამარჯვების მისაღწევად და უბრალოდ გადადგმული კი არ გაქვთ ნაბიჯი, ასევე დარწმუნებული ხართ, რომ ეს გადადგმული ნაბიჯი თქვენ მოგიტანთ გამარჯვებას და დაიკავებთ გამარჯვებას ხელში. ზოგთან შეიძლება ეს გამარჯვება ეხებოდეს უბრალოდ სიტუაციის გარკვევას, რომ ადამიანს არ უნდადეს ურთიერთობიდან წასვლა ისე, რომ ურთიერთობა არ გაარკვიოს, უნდა ურთიერთობის გარკვევა, თუ რატომ მოხდა ასე მის ცხოვრებაში და ამ სფეროსთან ჩათვალოს თავი გამარჯვებულად. ხოლო ზოგიერთებთან გადიყრება ღრუბელი ამოვა მზე, იქნება გამარჯვებული ამ სფეროში, ამ სიტუაციაში, რადგან წავა დათმობაზე, ისევ და ისევ თავის გულის გასახარად, მოსანადირებლად და ადამიანი მიაღწევს გამარჯვებას, თუ თვითონ ადამიანი თulis თავს დამნაშავედ, რომ დანაშაული თვითონ მიუძღვის ურთიერთობის დანგრევაში, მაშინ ადამიანი გადადგავს ნაბიჯს პარტნიორის გულის მოსანადირებლად, რაც მოუტანს გამარჯვებას. ყოველ შემთხვევაში სულ ფინანსები ამოდის შემთან და ამ შემთხვევაში ეხება სასიყვარულო სფეროს მეგობრებო. ყველა არკანი მიუთითებს სასიყვარულო სფეროს და ღმერთმა ხნას შეგახვედროთ ისეთი მეგობარი გზად, როგორი მეგობრობაც აქ იკითხება და როგორი სასიყვარულო ურთიერთობაც აქაა მეგობრულ სფეროზე დამყარებული. ზოგიერთებთან შეიძლება ასევე წავიკითხოთ, რომ ურთიერთობა შეაჩერა ფინანსებმა და აქ
გადიჭრება პრობლემა და მალე მიაღწევთ გამარჯვებას. ადამიანი ეხლა არის ფიქრის პროცესში, ადამიანი გაკვირდებათ, ადამიანი გათვალთვალებს, შესაძლებელია სოციალური ქსელებით, შეიძლება შორი ახლოდან გითვალთვალებდეთ და აფიქსირებდეს თქვენ გადადგმულ ნაბიჯებს. ადამიანი არის ცოტა ცივ ენერგიებში ამჟამად, რადგან გაჩერდა ურთიერთობა. არ ვიცი, ურთიერთობის გაჩერება ვისი მხრიდან არის გამოწვეული, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი არის ახლა ძალიან ცივ ენერგიებში, თვითონ თulis თავს დაზარალებულად და ძალიან სწრაფად მოგვარებს ეს ადამიანი პრობლემებს. დათფება მეგობრებო, დაკვირვების შემდეგ, რადგან შეიძლება ამოხმოაჩინოს, რომ თავად მიუძღოდეს წვლილი ურთიერთობის გაცივებაში და პრობლემების შექმნაში, გადმოდგავს ნაბიჯს და იზეიმებს გამარჯვებას. თქვენ კი არ იზეიმებთ გამარჯვებას, არამედ ის იზეიმებს გამარჯვებას მობოდიშების სახით მოინადირებს თქვენს გულს. აქ შესაძლებელია ბოლო ვარიანტი, ვისთანაც მოულოდნელად ურთიერთობა შეჩერდა, ეხებოდეს ფორმიან ადამიანებს. როგორც შესაძლებელია იყოს ექიმი, შეიძლება იყოს სამხედრო თანამშრომელი, შესაძლებელია იყოს მილიციელი და ასე შემდეგ, რაც ეხება ზოგადად სამთავრობო სტრუქტურებს. ფორმიან ადამიანთან დაკავშირებით. მაგრამ ძალიან ბევრთან იქნება ასე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მაინც ფორმიან ადამიანს უნდა მიუთითებდეს. თუმცა ბევრთან ისევ გამიმეორებ იქნება ფორმიან ადამიანთან დაკავშირებული. და მე კიდევ ახლა ხელთავიდან შეგახსენეთ ამ ჩემ ნათქვამს, იყო პირველად ამოვარდა თავის და თავად გამარჯვების არგანი და პირველი რაც გითხარით ეს იყო, რომ ქორწინება იქნება ზოგიერთების ცხოვრებაში. თუ რამე პრობლემა იყო ორ ადამიანს შორის მოგვარდება პრობლემა, აქ ორ ადამიანს ძალიან უყვარდა ერთმანეთი და გაცვლა გამოსulis ენერგიები დაფიქსირდა ურთიერთობა სასიყვარულო სფეროში, რომელიც არა მარტო სიყვარულს კი არა, არამედ მეგობრობას მიუთითებს. ორ ადამიანს შორის სიყვარული არის წამოსული მეგობრული სფეროდან, მეგობრულ ურთიერთობაზე დაყრდნობილი სიყვარული. ეს არის სიყვარული, რომელიც ძალიან ძლიერია და ვერასდროს ვერაფერი დაანგრევს. მეორე, თუ ვინმესთან იყო გაჩერებული სასიყვარულო სფერო, აი გადაწყდება ეს პრობლემა ადამიანმა უკვე გადმოდგა ნაბიჯები და დგავს ნაბიჯებს თქვენი გულის მოსანადირებლად და ადამიანი დარწმუნებულია, რომ თქვენ გულს მოინადირებს, ის გამარჯვებას მიაღწევს და მინდა გითხრათ, რომ მარტო ადამიანი კი არ ფიქრობს ასე, მეც ვფიქრობ ასე, ვეთანხმები ადამიანს, ადამიანმა უნდა გადმოდგას ნაბიჯები და ხელთავიდან მოინადიროს თქვენი გული და თქვენი ცხოვრებიდანაც წავა გაქრება ღრუბლები და თქვენ ცხოვრებაში გამოანათებს ხელთავიდან მზე. ეს მეორე. მესამე, ვისთანაც უცებ მოულოდნელად გაჩერდა სასიყვარულო სფერო და შეიძლება ეს სასიყვარულო სფერო გააჩერა ფინანსებმა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოაგვარებს ადამიანი ურთიერთობას პრობლემებს უბრალოდ და გამოვა კონტაქტზე, რადგან ადამიანი ახლა გაკვირდებათ, ადამიანი არის ცოტა ცივ ენერგიებში, ვერ გაუგია რა და როგორ, ადამიანი გათვალთვალებთ შორიდან, სოციალური ქსელიდან, შესაძლებელია იმყოფებოდეს თქვენს ახლო მახლოს და გადევნებდეთ თვალყურს. მეოთხე, თუ ასეთი ცივი ენერგიებში არის ახლა ადამიანი, რომელიც არის ფორმიანი, ზოგადად ფორმიანი, რომლის სამუშაო მიეკუთვნება სამთავრობო სტრუქტურებს, სწორედ ეს ადამიანი დგავს თქვენთან სასიყვარულო სფეროში ნაბიჯს, რომელიც ნაბიჯიც მოიტანს გამარჯვებას.
აი ეს იყო და ასე დაფიქსირდა ჩემი ოქტომბერი და ღმერთმა ძალიან ბედნიერი გამყოფოთ თქვენ იმსახურებთ ამას ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და მithumetes მეც ბედნიერება მემეტება ჩემი მაყურებლებისთვის და კიდევ უფრო მეტად ვინც ალაიქებს ჩემს არქს ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით და მეგიგზავნით ბედნიერ ოქტომბერს სასიყვარულო სფეროში ნახვამდის